საქართველოს კვლავ მიზიდულობის ცენტრია სახელმწიფოს სასურველ დანიშნულების ადგილად რამდენიმე კომპონენტი აქცევს, მათ შორის არის კორუფციის მაჩვენებლები. ანუ რაც უფრო დაბალია ქვეყანაში კორუფციის დონე, მით მეტია საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება. 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია. გამოქვეყნებული ანგარიშის საერთაშორისო გამჭვირვალობას ეკუთვნის. ოფიციალური მონაცემებით 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს რეგიონში უთანაბრდება პოლონეთს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო ერთ წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ ერთ წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო. გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება. დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესია ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა, არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე რა თქმა უნდა ურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ იბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მკვლავინდებურად 53% მიიღო და მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყანას შორის 53 ადგილი დაიკავა. საქართველოს უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს არის გამორჩეული ქვეყნების შორის, არის რეგიონალური ლიდერი, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა, აგრეთვე საქართველოს შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს და აქვს შესანიშნავი მიღწევა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული. საქართველოს წლიდან წლამდე აჩვენებს მაღალ შედეგებს ანტიკორუფციული მიმართულებით და მომდევნო წლებშიც აჩვენებს მაღალ შედეგებს, ამაში ვართ ღრმად დარწმუნებული. კორუფციის აღქმის ინდექსის ოფიციალურ მონაცემებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძის შეფასებით ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ამბიციური გეგმები აქვს. მიზანი კი არა რეგიონის ლიდერობა, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ყოფნა. 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დაკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოჩნდეთ. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუწდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები ვურჩევ. დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური ამბიციური და ამავე დროს ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ. კვლევის შედეგები შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. მათი თქმით, ეს მორიგი დასტურია იმის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ხალხის ძალის განცხადებით კი იმას, რასაც გავლენიანი ორგანიზაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებენ, საკუთარ ქვეყანაში არ უხარია რადიკალურ ოპოზიციას და NGO სექტორს, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს მალავენ და საკუთარ ელექტორატს ქვეყნის წარმატებას უმალავენ. თქვენ ნახეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიმართულებით საერთოდ რამხელა თემებზეა საუბარი და აბუ-დაბიდან დიდი ინვესტიცია ეს რა არის ნდობარი ჩვენი ქვეყნის მიმართ და აგერ გამოცხადდა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალე, რომელიც საერთაშორისოა და მთავარი ოფისია დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილას არის კორუფციის სიმცირით. და მე მაინტერესებს, ამას გიგაურს უმალავენ? აი ამ კაპიტან გიგაურს, რომელიც არის საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი საქართველოში. უმალავთ კონტაქტი ერთმანეთთან არ იქნებ გათავისუფლებულია და
ჩვენ გვატყუებს. აქ ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, პროგრესს განვიცდით და ეს ხელშესახები და თვალნათლივ დასანახი პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყურადღების მიღმა დარჩა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რომლის ინტერესებშიც ნამდვილად არ შედის ამ საკითხზე აპელირება და პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის შემოტანა, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია რეგრესი, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური რეგრესი, მათ შორის ამ მიმართულებით და ისინი შეგნებულად უმალავენ საკუთარ ელექტორატს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საქართველოს ინვესტორებისათვის სასურველ დანიშნულების ადგილად დიდი ხანია მოინიშნა. ამის მთავარი მიზეზი კი ის კლიმატია, რასაც სახელმწიფო ბიზნესს უქმნის.